პირველების ინფორმაციით ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა ხელბორკილები საქართველოს მოქალაქეებს დაადო 2 ადამიანი არის დაკავებული ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური ყალბი ფულის დამზადებას შენახვას და გასაღებას ედავება სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა პირველებისთვის ცნობილი რომ გორის ცენტრში სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებები ახლა დაკავებულების სახლებში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული არსებობის შემთხვევაში მათი ოფისებიც გაჩხრიკონ ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო ყურადღების ცენტრში გორის ცენტრი რესტორანი ჩინებული სწორედ ამ რესტორანში იმყოფებოდნენ დაკავებულები როგორც თვითმხილველები პირველებს უყვებიან მაშინ როდესაც საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ რესტორანში სტუმრები იმყოფებოდნენ სტუმრები გაიყვანეს ტერიტორიიდან შემდეგ კი დაიწყო უკვე საგამოძიებო მოქმედებები ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ჩხრეკა ჩაატარეს რესტორნის მიმდებარედ ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დაკავებულების ავტომობილში რა რაოდენობის თანხა არის ამოღებული როგორ გავიდა საგამოძიებო სამსახური დაკავებულების კვალზე ამ კითხვებზე პასუხი უცნობია ისიც ყავდა თუ არა დაკავებულებს თანამზრახველები სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სპეცოპერაცია ხელბორკილ დადებული საქართველოს 2 მოქალაქე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. რას უკავშირდება თქვენი დაკავება? ყალბი ფულის და გასაღებას შეგიძლიათ თეთახმებით თუ არა წარდგენილ ბრალდებას ან რა რაოდენობის თანხა ყალბი თანხა არის ამოღებული? ეთანხმებით თუ არა წარდგენილ ბრალდებას და რა რაოდენობის ყალბი თანხა არის ამოღებული ეს არის ბრალდების არსი როგორც ფინანსთა სამინისტრო ამბობს დეტალები გვაინტერესებს თუ შეიძლება რა რაოდენობის ყალბი თანხა არის ამოღებული ბრალდების არსი კონკრეტულად რა არის შეგიძლიათ გითხრათ დეტალები რაში მდგომარეობს აღნიშნული სპეცოპერაცია რატომ ჩატარდა რა დანაშაულზე არის საუბარი როგორც ჩვენ ვიცით, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს არის რესტორანი დალუქული, ეს არ არის სიმართლე. დაკავებულია 2 პირი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს 212 მუხლის A და G პუნქტებით. დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით გავაუწყებთ. ვინ არიან ეს პირები? რესტორნის თანამშრომლები არიან თუ გარე პირები, სტუმრები? საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ ახლა დაკავებულების სახლებში გაგრძელდება ამის შემდეგ კი ხელბორკილ დადებულ საქართველოს 2 მოქალაქეს გადაიყვანენ წინასწარი მოთავსების იზოლატორში პროცედურების მიხედვით 48 საათში მოხდება ოფიციალურად მათთვის ბრალის წარდგენა შემდეგ კი სასამართლო დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს პირველების ინფორმაციით დაკავებულებს ყალბი ფულის დამზადებას შენახვასა და გასაღებას ეტავებიან